ერთ-ერთი ჩემი ვიდეო TikTok-ზე გავარდა. ვიდეო იყო ნეიროალგორითმი შერიგებაზე. ძალიან ბევრი ხალისე კომენტარებზე, ძალიან კარგი კომენტარები იყო. კი იყო ესეთი შეკითხვებიც, რომ ხატაობ, მართლა მუშაობს, რას ვაკეთებინებ, რა არის ეს და ასე შესანამ ამას დავხატავ, სულ აღარ მინდებას და შერიგება და მიხარია. რომ ამდენი ვიხალისეთ, მეც ძალიან ბევრი ვიცინე კომენტარებზე და გადავწყვეტე პატარა კომენტარებიც გამეკეთებინეთ თქვენთვის მეთოდის თაობაზე. მეთოდი საინტერესო გახდა, პოპულარულია, მართლაც საქართველოში ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტი იყენებს ამ მეთოდს უკვე წლებია. ეს გახლავთ მეცნიერული, აპრობირებული მეთოდი, ნეიროგრაფიკა, რომელსაც არაფერი არ აქვს საერთო არც მისტიკასთან და ძალიან ცოტა აქვს საერთო ხატვასთან. რეალურად ხატავ, მაგრამ იყენებ რამოდენიმე მარტივ ფიგურას, სიმბოლოს, მაგალითად, წრეს, სამკუთხედს, ოთხკუთხედს და ხაზებს. როგორ მუშაობს მეთოდი? მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია ნახეს, დააკვირდნენ და შეისწავლეს, რომ ჩვენი ტვინი ქმნის ნეირონულ სისტემას, როდესაც მას რაღაცა ახალ დავალებას ვაძლევთ, იწყებს მუშაობას და იქმნება ახალი ნეიროსისტემა. აი ამ ახალი სისტემის ჩამოყალიბებაში და მიმართულების მიცემაში გვეხმარება ნეიროგრაფიკა. ანუ ამ მეთოდის მეშვეობით ჩვენ გონებას ვაძლევთ კონკრეტულ დავალებას და ის იწყებს გზის მონახვას. ძალიან მარტივი ენით რო ვთქვათ, მაგალითად მიდიხარ მეგობართან, იცი მარშრუტი. გახვალ, ჩაჯდები ან მანქანაში, ან ტაქსში, ან ავტობუსში და ეუბნები მისამაც აქედან იქამდე მიმიყვანე და მიყავხარ. იგივე საკეთებს ნეიროგრაფიკა, უბრალოდ ის ნახულობს ახალ გზას. მაგალითად მიდიხარ არა მეგობართან, არამედ სადმე სხვაგან, სხვა ადგილას. შენთვის ახალია და იწყებ ამ ახალი გზით სვლას. სადღაც შეიძლება გაჭერდა შეფერხდე, იკითხო, საით წავიდე, ადამიანი დაგეხმარება ვიღაცა, გეტყვის, აქეთ წადე, იქით წადე, მისდევ ამ გზას და მიდიხარ ბოლოს დანიშნულებამდე. იგივე საკეთებს ჩვენი ნეირონული სისტემა, როდესაც მას ახალ დავალებას ვაძლევთ, ეძებს, გზებს, ვიღაცას ნახულობს, ვინც შეიძლება დაგეხმაროს ამ მიზნის მიღწევაში, გაკავშირებს ამ ვიღაცასთან, მიყავხარ აქამდე. ანუ ფაქტიურად შენ თანამშრომლობ შენს ქვეცნობიერთან და შენს გონებასთან. ეს შეიძლება გვეთქვა, რომ არის არტ-თერაპიის ერთ-ერთი მიმართულება, თუმცა თავად ავტორი პავი პისკაროვი გახლავთ ესეთი მეცნიერი, პროფესორი, რომელმაც შექმნა ეს მეთოდი. რა თქმა უნდა, მას მეთოდი არ შეუქმნია ჰაერიდან, არ მოუტანია, ეს გახლავთ სწორედ არტ-თერაპიაზე დაფუძნებული და იმ წინა კვლევებზე თუ შედეგებზე დაფუძნებული მეთოდი. ძალიან დიდი ხანი მუშაობდა ის ამ მის ასეთ ფორმით ჩამოყალიბებაზე. ყავს გუნდში ფსიქოლოგებიც და სხვადასხვა სპეციალისტები. და საბოლოოდ მიიღო ესეთი კარგი შედეგი, კარგი მეთოდიკა, რომელსაც ქვია ნეიროგრაფიკა და ის მუშაობს უამრავი მიმართულებით. ძალიან დიდი სპექტრი აქვს ნეიროგრაფიკას. შეგიძლია დაამუშაოს ფოთვა, ბრაზიში, წყენა, შეგიძლია ვიღაცა შეურიგდე, ანუ ნებისმიერი მიზანი შეგიძლია დაუსახო საკუთარ თავს, გამოიყენო ეს მეთოდი და კარგად მუშაობს. უფრო მეტი ინფორმაცია თუ გაინტერესებდა თუ მოინდომებთ ამ მეთოდის შესწავლას, ან მის გამოყენებას რაღაცა გზით, სადმე, რამეში უამრავი ვიდეო მაქვს ჩაწერილი ამის თაობაზე, ასევე მაქვს ჯგუფი ტელეგრამში, რომელსაც ქვია ნეიროარტი, იქ შეგიძლიათ შემოგზანდეთ.